გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა მოვედით მოლში. ჩვენი საყავარელი საქმიანობა უნდა შევასრულოთ. უნდა ვიშოპინგოთ. გავახარო ბავშვები. საინტერესო ვლოგი დაიდება დღეს, დაელოდეთ. შევედით მეგობრებო. შემოვედით გრილა. კარგი შეძე რატო ვარ? ვიცით, იმიტომ რომ აგვიგრილდა და განწყობაც ამაღლებული გვაქვს. რით დავიწყოთ, შად შევიდეთ პირველად. აირჩიეთ თუ გინდა თქვენ. პირველადაც შევიდეთ. რადივარიუსი პირველი. ანუ ვერ ვიმეტებ ჩემი. არა. ხო, кайფერია. ანა, ხო кайფერია. მარგაიზო. გავიმეტოთ. გაიმეტეთ. ხედავთ რა მომსახურება. ხო, კაია. ეს ნასის მოგწევ? ხო, ესე რომ გავიზონო. ხო, კაია. всё, ავიღეთ. შენი აზრით ნახევგოთ ასე. ვიცი რა დღეს. ანუ არ მოგიწევს. საიჯუმია. მახოლოს ვიცი, რაფერი და არ გამოაჩინო. ხმასაც სამოცები ძალიან. როგორ რომ ხავს. სანკაკა. ძალიან კარგი. შევედით სტრადივარიუსში ახლა. ბავშვებო. ახლა თქვენი ჯერია. აგროვნება. რა კაია. ხო, კაია. თანხوار მაქვს ამოჭედილი. ანუ 38 ზომა ვიყავი და ჩამოვედი მეგობრებო 36 ზომაზე. ვიღებთ. არ შვება ეს. ანუ ეს უნდა ქნაო წერია. როგორ ვერ მივხვდი. ვიქნა გაზი. გადავიხადოთ. ეს აქმეჩერება იყო. პაკეტი გვინდა, არ გვინდა. ანუ SMS უნდა მოგივიდეს. არ გვინდა ეგ. Continue, მეგობრებო. კუგი მოვარ. შევიდეთ. ზარაში შევიდეთ კუგუ. სალამაზია. ძალიან ხელია და კარგია. ანუ მომწონს. თავისუფლად. აუ რომელი ფერი? ყურა არა ცალკე. ორეული. აუ შავი ხოლამაზია. მოვიფიქრო. ეს ფერიც კაია და ხატო ეს ფერიც კაია. არა შავი შეწყვეტია, შავი რაღაც კლასიკური ფერია. რა ყავს ეს? ჩემი არბალიკები არა. მეგობრებო, მსგავსები მაქვს გამოწერილი. შეიმიდა.
შეინიდან, ანუ მომწონს ისე. მაგრამ 39 ღებს. აბა, მამაჯობები. ეს არა, იმ მაღაზიაში ვიდე. აი, მაღაზიაში შემოვედით? ბეშკაში შემოვედით. ხა ბეშკა დავიპყროთ. ვარჩიეთ ახლა რამე მართატყვილა არ მატაროთ რა. შევედით H&M-ში. შევდივართ. აი მაიკები, ელენე. არჩიე რამე მაიკა ელენე. კადრში არ გამოგაჩა, შენ თვითონ სალაროს არ მომიტანი. როგორ მისვა შენაზე? ეხლა მეგობრებო, ანასტასიას ლუქს ვაწყობ. ემი, აბა. ამჭრვალაკია. ორივე ხო, ზედა და ქვედა. ამისი ესი არა. აბა გავიზომოთ. მე დაიმონტე. დავედით. საით არის მოსაზომები? გასაზომები საით? ახი. აია. თან არის ძალიან მგრია. მიგებ. ოღონდ დავიღოთ ეს არის ეს. ძალიან კმაყოფილები ვართ მეგობრებო, აქ კიდე პარკებს აღარ ვიღებდი, გამიტყდა ხელში ვარ მჭერო და ჩავაგებული გვაქვს. სხვა პროდუქციები, ანუ სხვა პარკებში რა და ერთ პარკში გვაქვს რამოდენიმე მაღაზიის ჩავაგებული და სახში გავაკეთოთ. განყუთვა და გათვალიერებინებთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. თქვენ ბავშვებო კმაყოფილები ხართ? კი, აბა რა, რატომაც არა. მოვედით მეგობრებო სახლში. ძალიან კმაყოფილები არიან ბავშვები. და მეც და გათვალიერებინებთ ახლა რაც შევიძინეთ. რამდენი პარკი? პარკებია, პარკებს აღარ ვიღებ, მეთქი აღარ მინდა, იგივე პარკში ვდებდი. შეიძლება ბეშკაში იდოს ზარა და ასე შემდეგ. ეს ვისია? ანას შარვალი მეგობრებო. შეურბევ ჯინსის შარვალი. ჰერთხუნა. ანა. ხო. რაგით ანასტასიას შარვალი ღირდა 36 евро. ანას მაისური, ეს ფულენბიერში ვიყიდე. ხო, ფულენბიერში ვიყიდეთ ეს შარვალიც და ეს ზედაც. ეს ზედაც ღირდა. ნახეთ რა საყვარლობა. ძალიან საყვარლობა მომწონს. ეს 16 евро ღირდა. მეგობრებო. ანა, შენ შეგიძლია მომეხმარებოდი და ამომილაგო ხოლმე რომ არ გაუბრუნდე და არ ზარაში ვიყიდე ეს შარვალი და გული დამწყდა იმაზე რომ ანუ ზედაც მინდოდა ამისივე, მაგრამ მხოლოდ ეს ზომები იყო და ესე არ მომეწონა, რაღაც ძალიან მქონდა მომდგარი, მაგრამ ყველაფერთან წავა. გრილესი. ძალიან კარგია, ნახეთ როგორია. აი, ძალიან საყვარლობა, მომწონს. გამოიცანით რა და 23 евро. ძალიან საყვარლობა ეს შარვალი. ეს შარვალი ბერშკაში ვიყიდეთ. ეს ელენიკოს შარვალია, ასეთი. ეს ბავშვები იცნებენ, რავი, ძალიან თავისუფალ შარვალებს რა.
მომდგარ შარლებს ანის უნდა, მაგრამ ელენემ აახია. ერთ და იგივე შარლებს არის მე და მაინც იმას მოეწონა ანასტასიას აღებული. ანასტასიამ დაუთმო ელენეს. მაგრამ აც ის შარვალი ძალიან ლამაზია რა გინდა. ხო. ეს ღირდა 40-ზე მაღლა და აი 50-ზე მაღლა, ანუ არაფერი არ არის რა. მაქსიმუმ 50 ღირდეს. ტანსაცმელს უგულისხმობ. ეს ჩვეულებრივი სადა მაიკა აიღო ელენემ. შავი ფერის არის. ეს ღირდა 13 евро. ესეც არის სტარადივარიუსში აღებული. თავს ვიკავებდი, ჩემი თავს ვერ მეტები, მაგრამ სურვილმა მძლია. ჩემი ახალი ბაჩიები. აი ძალიან მომწონს. აი ისე ფიქრობდი. 530-ები მქონდა. 530-ები ეს New Balance-დან. New Balance ძალიან მომწონს. რა ვქნა? ეთაცი ხამის ფასი თქვა თუ არა თქვა. ნახეთ რა საყვარლობა. ძალიან მომწონს, აი ძალიან. New Balance ჩემია. ფერები ძალიან ისეთ ნაზია რა. და მასთან ერთად ავიღე ეს სპეციალური ის არის ზონერებიაო, ელასტიურებიო. რო გარიცხო ხომოდა გამოცხალოვდა. ეს ცალკე ღირდა. ეს ცალკე ღირდა. არა ვიცი რაც ღირდა, მაგრამ არ ვიტყვი. ფეხსაცმელში ვიცით 155, მაგრამ ორიგინალია და ორიგინალში არ უნდა დაგვენანოს განსაკუთრებით ფეხსაცმელში ფოლის გადახდა მეგობრებო. მე და ჩემი შორტები. სტრადივარიუსში ვიყიდე ასეთი თხელი შორტიკიც, ანუ ეს ფერი. ნაცრისფერი მაქვს, შავი მაქვს და ეს ფერიც მინდოდა. ესეც ღირდა 25 евро. ეს დუხი არის ჩვენი საქართველოს დუხი. საქართველოში ანასტასია ხმარობდა ამ დუხს. არის, აი, ტკბილის სუნი აქვს. საქართველოში რო ვუყიდე, რა მივეციცე? 50, მეტი თუ არა, ანუ 50-ზე ნაკლები არ ვემიცია და აქ რა ღირდა მეგობრებო? 13 евро. ვისაც ტკბილის სუნი მოგწონთ, არის ძალიან კარგესი. ავიდა მე ანასტასიასგან განსხვავებულ დუხს ნამას ვხმარობ. ანუ სუნები ძალიან განსხვავდება. ამასაც სიამოვნებით ვისხავ. მხოლოდ ეს ტკბმა მოგონთ, მარტო ეს ტკბილის სუნი მომწონს. სხვა დუხის ტკბილის სუნები არ მომწონს. ეს არის ჩვენი მეგობრის დაბადების დღე ხდება, მეგობრებო და ვუყიდე. ანასტასია ბარემ გამოჩდით. დაბადების დღეზე მიდიან ხვალ. და სათამაშოები, საჩუქრები. ოღონდ მე მომხასია. ოკეი, მეჯაყალობა. ამის ფასი რა ვიცი, გასაიდუმლოებული იყო. არა წერია და ანუ მთლიანობაში ეხლა 6 ნივთი ავიღე და 6-ში ერთად გადავიხეთ 56. და დაგათვალიერებინებთ. ეს არის 1 ღუღულა. დედა, ამდენი ხანი დასტოკებულია. ეს არის მეორე წკაპულა, ეს 1, 2, მერე მომაწოდე ხოლმე გეზი, ანუ ძალიან ნელი ხო. დედა, ეს რა მისად არის? სადღაცაც გდია ოცაბა. აი. აი, მაგას მერე ჯერ ეს 6 ნივთი უნდა ვანახო, ანუ ის 2 ხომ ნახე. ეს მესამე. ანასტასია ამის garaში ვერ იძინებს და ეს თბილი რა თუნდოდა არ ვიცი. ეხლა მივხვდი, მაგიტო გეუბნეოდით ხელს რო გაღებინებით და ელენემაც რა თქმა უნდა ანასტასიას. მეგობრებო. შემიფასეთ. ჩემი ნიუ სათვალეები ხო მიხდება. ძალიან მომწონს ანა. თან რაღაცნაირია რა.
არა სათვალეებს ზოგადად ვერ ვიხდენ ყველანაირ სათვალეს და ეს რო გავიკეთე, მივხვდი რომ ეს იყო. ეს იყო. ეს მე რამდენი იყო? მე 1 2 3 4 ეს მე-5 და მე-6-იც ანასტასიამაც სათვალე აიღო. ანუ ამ 6 ნივთში ერთად 56 გადავიხადეთ და მოვიზომო? მოვიზომოთ აბა. ანა. აიმე, teacher. აბა შემოხედე. მე ვარ მასწავლებელი. შემოხედე აბა. მიხდება დედა. მე მიხდება მეგობრებო, როგორი მასწავლებელი ვიქნებოდი. და მე მგონი ეს მხედველობის არის. ესა, ეს ხო მხედველობის მათემატიკა. აი მოიცა. და ცალკე, ანუ ეს ორი რაღაც რო ვუყიდეთ, ხო. ეს დავაყოთ. ეს მესამეც იქნება, ის მეგობს, ეს ვიყიდეთ H&M-ში. ნახეთ რა საყვარლობა, როგორ ვაჩვენო გოგო. ნახეთ. საყვარლობა ვასკლავ. ეს ღირდა 5 ევრო. Finito? ნამდვილი? აბაცა მაკლია თვალში. ეს იყო მეგობრებო ჩვენი შენაძენი და კიდევ ერთი. ჩვენ მე ტაქსით მე ხო ვიცით რომ ტაქსით მოძრაობ და მანქანაში რო ჩავჭიქით მაღაზიიდან რო გამოვედით. ეს უბრალოდ ეხა გავხსენეთ და გადმომაწოდე ეს შენო საჭიროა თან უკან ბავშვები მიზია. მეთქი რა არის თქო არ ვართმევდი რა. აი თუ არ მოგეწონებაო გადააგდე. იმდენი რამე ვიფიქრე ერთად. მეთქი ან შაურმა ხო არ უდევს. ან საჭმელი თუ უდევს მეთქი ახლა ამას გავატყალებ და ხელი მოვკიდე კლიენტი იყო ეს გადახვეული რა და ეს რომ მოვკიდე ხელი და ჩურჩხელა იქ და უკიდა ბავშვმა წამოიყო ჩურჩხელა ანუ ტექსტმა დაგვესე თქვა ჩურჩხელით მეგობრებო აბა როგორი აი მე თან ახალი გაკეთებულია მე მეგობრებო ჩურჩხელა თუ მჯეროდეს გადავდეხოთ ნახოთ როგორი იქნება ხა თქვენ და ჭამას არ დავიწყე რა იყო ამის ღონეს ადამა დანა მოიტანე რომ 2 hours later აი ეხა დაგიწერენ ნამდვილი ქართველი არა რატო არა ეხა პირდაპირ მოკვეჩეს ხო არა გოზი ახალია თათარაც ახალია მაგრამ ეს რეზინივით რატო არის მეგობრებო ანუ კარგად არის გამომსროლი იმედი მაქვს გემრიელიც იქნება ეს იყო მეგობრებო წავედით ასე რომ კამაყოფილები არიან ბავშვების კამაყოფილი არის დედიკოც პროებით დაგემშვიდობებით